დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილის სინდისის პატიმრის საბაჯიქიას სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე, რომელსაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი უძღვება, ბრალდების ორი მოწმე პოლიციელი დაიკითხა. გამომძიებლის ეკატერინე მთიულიშვილის თქმით, საქმეში არსებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ საბაჯიქია ძირდაგდებულ სპეცრაზმის თანამშრომელს ფეხს ურტყამს. 18 წლის ბრალდებული თავს დამნაშავედ არცნობს და დუმილის უფლებით სარგებლობს. სინდისის პატიმარს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმამუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ორი მოწმე გამომძიებლები, ერთ შემთხვევაში საქმის გამომძიებელი, რომელმაც მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა და დაადასტურა მათი მიმდინარეობა და სისწორე. ასევე დაიკითხა გამომძიებელი, რომელმაც სამსახურებრივი ბარათი მიიღო, სადაც ვიდეო ფაილში იდენტიფიცირება მოახდინა ამ შემთხვევაში ბრალდებულის. აქვე დავამატებთ, რომ ბრალდებულის იდენტიფიცირება მოხდა ასევე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზით, ექსპერტიც დაიკითხა ამ ფარგლებში, თუმცა ამ შემთხვევაში გამომძიებელს, რომელსაც ბრალდებულთან ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა, მან ვიდეო ფაილში ამოიცნო ბრალდებული. საბაჯიქიას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 15 მაისს გაიმართება.